ახალციხის თვითმმართველი ქალაქის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს 3 ქალბატონი ეყოლება. აქედან 2 მმართველი პარტიის, 1 კი ნაციონალური მოძრაობის წევრია. თემის საკანონმდებლო ორგანოში კი 7 ქალბატონი შევა, ასევე ქართული ოცნებიდან და ნაციონალური მოძრაობიდან. არც პარტიული სიით და არც მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში ქალბატონები არ იქნებიან სხვა პოლიტიკური პარტიებიდან. მმართველი ქალაქის საკრებულოში გენდერული ბალანსი იქნება შემდეგნაირი: 1 მაჟორიტარული წესით არჩეული კანდიდატი, ანუ თამარ გოგოლაძე იქნება, 2 პროპორციული წესით არჩეული უკვე საკრებულოს წევრი გვეყოლება. რაც შეეხება თვითმმართველი თემის საკრებულოს, აქ ცოტა უფრო მეტი ქალბატონები შედიან საკრებულოს წევრად, 2 მაჟორიტარი იქნება, ხოლო 5 პროპორციული წესით არჩეული ქალბატონები. თამარ გოგოლაძე მმართველი პარტიიდან ერთ-ერთი ქალბატონია, რომელმაც მაჟორიტარის მანდატი მოიპოვა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შემადგენლობაში შევა. მისი თქმით, ქალაქის პრობლემებს კარგად იცნობს და საკუთარ ამომრჩეველზე, მამაკაცებზე არანაკლებად იზრუნებს. თვითმმართველი ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 2 ქალბატონი იქნება პარტიული სიით. მმართველი პარტიიდან ნინო ანანიაშვილი, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან ირმა ხნკოიანი. ოპოზიციური ძალის წარმომადგენელი მეცხრეახთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ ქალაქის სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად იგი ქალბატონების პრობლემებითაც დაინტერესდება. ხელა დედებისთვის, მრავალშვილიან ქალებისთვის, მარცენალ დაკარგულ ქალბატონებისთვის ელემენტარული რაღაცა პრობლემა ხო შეიძლება რომ მოუგვაროთ? გადავწყვიტოთ. ეთნიკური უმცირესობის ქალაქია უშუალოდ და მე ვფიქრობ რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის რომ ეთნიკური უმცირესობაში ჩვენი ქვეყანაში თავი სრულუფლებიან მოქალაქეებად იგრძნონ და სამცხე-ჯავახეთი ასევე როგორც ყველა მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილები დასაქმება, სოციალური მდგომარეობა, გაუმჯობესება, რაც მთავარი ამ ეტაპზე და რაც უნდა შევძლოთ რომ გავაკეთოთ. პრიორიტეტი ისევ და ისევ არის მოქალაქე ადამიანი. მე ვიცოდი პრობლემები, მაგრამ ამ შეხვედრების დროს უფრო დაწვრილებით გავეცანი ამ პრობლემებს. პრობლემა ისევ და ისევ რჩება წყალი, კანალიზაცია. უპირველესი პრობლემა. ასევე მე ვიცი, არც ერთ უბანში არ არსებობს სტადიონი. გენდერულ საკითხზე ახალციხეში აქტიურად მუშაობს დემოკრატ ქალთა საზოგადოება. ისინი თბილისის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად წინასაარჩევნო და ახალციხეში სხვადასხვა სახის შეხვედრებსა თუ ტრენინგებს ქალ კანდიდატებთან ერთად ატარებდნენ. მანანა მოდებაძე განმარტავს, რომ წინა არჩევნებთან შედარებით 15 ივნისის შემდეგ როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით გენდერის მხრივ მდგომარეობა ბევრად გაუარესებულია, რადგან თვითმმართველ ორგანოებში ქალბატონების ნაკლებობა აშკარად შეინიშნება. დემოკრატ ქალთა საზოგადოებასთან არსებული ქალთა კლუბის ხელმძღვანელის თქმით, თავის დროზე შეცდომა თავად პარტიებმა დაუშვეს, რადგან მაჟორიტარებისა და პარტიული სიის კანდიდატებად ქალბატონები არ გაიყვანეს. უმჯობესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ქალი კანდიდატები ყოფილიყვნენ სიებში და არა, ვთქვათ, ბოლო რიგებში, ვთქვათ, ეს როცა ავსებენ ქალბატონობით, აი მოგეხსენებათ ალბათ 20%-იანი დაფინანსება იყო წინა წლებში, ახლა 30%-იანი დაფინანსებაც იყო, მაგრამ ამანაც ვერ უშველა, რადგან ქალები რატომღაც ბოლო რიგებში ხდებოდნენ ყოველთვის და როგორც იცით, პირველი რიგებიდან გადიან ყოველთვის ხოლმე და ამიტომ ამანაც განაპირობა ალბათ არ არის დაცული გენდერული ბალანსი. ახალციხეში როგორც თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შემადგენლობაში 5 მაჟორიტარული და 10 პროპორციული სისტემით არჩეული წევრი შევა, რომელიც 3 პარტიის, ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტდება. აქედან 3 ქალბატონი იქნება. რაც შეეხება თვითმმართველი თემის საკრებულოს საკანონმდებლო ორგანოს 15 მაჟორიტარული და ამავე რაოდენობის პროპორციული სისტემით არჩეული წევრი ეყოლება. თუმცა მათ შემადგენლობაში მხოლოდ ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები შევლენ. რაც შეეხება ქალბატონებს თვითმმართველი თემის საკრებულოში 7 მათგანი შევა.